ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე დღეს დაიკითხა ორი მოწმე. ამ მოწმეებმა ისაუბრეს თაღლითურ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც წესით ახლა ბრალდებულები უნდა იყვნენ, რადგან თავად ეს ადამიანები იყვნენ კოლ-ცენტრის თანამშრომლები. ისინი დანაშაულ საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა დღეს ისინი ბრალდებულები არ არიან და მოწმის სტატუსით ელისო კილაძის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. ერთ-ერთმა მოწმემ, როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის სამსახურში შენიშნა ელისო კილაძე, თუმცა არ იცის ზუსტად რა საქმიანობდა, რა უნდოდა იმ ოფისში ელისო კილაძეს. ეს პროკურატურისთვის იმის მტკიცებულება არის, რომ დანაშაულებრივ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით კილაძეს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ადვოკატი რწმუნებაა, რომ ელისო კილაძემ ამ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით არაფერი არ იცოდა. მას იმ ოფისში, სადაც კოლ-ცენტრი იყო განთავსებული, ჰქონდა თავად ოფისი მესამე სართულზე და ეს იყო მიზეზი, რომ მოხვდა სწორედ მეხუთე სართულზე, იქ სადაც პროკურატურის ინფორმაციით თაღლითური კოლ-ცენტრი არსებობდა. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მხარეთა პოზიციები. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ელისო კილაძის სასამართლოს ხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლები მხოლოდ იმ ინფორმაციას ვეცნობით, რომელსაც მხარეები გვაწვდიან. ბრალდებულთან მიმართებით მან გადმარტა, რომ ორივე კოლ-ცენტრში ნანახი ყავს ბრალდებული, თავად უშუალოდ კოლ-ცენტრის ოფისზე მოგსაუბარი, მასთან პირადი ხასიათის ურთიერთობა, ან მასთან საუბრები არ ქონია, ვინაიდან ეს ქალბატონი იყო რიგით თანამშრომელი კოლ-ცენტრის, თუმცა საუბრებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახსნა მოწმემ და მე უბრალოდ ვერ გავაკეთებ ახლა ამ ყველაფრის ციტირებას ვერ მოვახდენ, იგი თვლის და დარწმუნებულია, რომ ელისო კილაძე ინფორმირებული იყო კოლ-ცენტრის საქმიანობასთან მიმართებით. ამაზე ისაუბრა მოწმემ. დაკავებული ხომ არ იყო ამ ბრალდებული? არა, ამ ეტაპისთვის თავად მუშაობდა კოლ-ცენტრში. კი, რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა თავადაც განმარტა პროცესზე, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ამას ძალიან ნანობს, ამაზეც ისაუბრა ამ ადამიანმა. საერთოდ ელისო კილაძე არ უხსენებია და საერთოდ არ ქონია არც ერთ ადვოკატს, არც ბრალდებული ელისო კილაძის მასთან შეკითხვა. იმიტომ რომ შემხებობაშია რაც შეეხება მეორე მახსენა ელისო კილაძე, მან დაინახა, რომ ელისო კილაძე იყო ოფისში მეხუთე სართულზე და თქვენთვის ცნობილია, რომ ელისო კილაძის ოფისი მდებარეობდა ამავე შენობაში ბუდაპეშტის ქუჩაზე, მესამე სართულზე, მას ქლორიკა პლუსის ოფისი ჰქონდა და არ იყო გამორიცხული ელისო კილაძეს ურთიერთობა ჰქონდა დაუშვათ მეხუთე სართულის შემხებლობა ჰქონდა უпроსტად, იმიტომ გამომდინარე, რომ გივი ჯიბლაძე ცნობილია, რომ არის ქუთაისელი და იქ წლების განმავლობაში მეგობრობენ და ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ჰქონდა ინფორმაცია, რომ კოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. თვითონაც თქვა, რომ მე ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუ ელისო კილაძე ანკრიშაში მონაწილეობდა, დაკრიშაში ღებულობდა მონაწილეობას და ან და რაიმეში მონაწილეობას საერთოდ ღებულობდა, ან თაღლითობაში და ამ ფულის გაკეთებასთან დაკავშირებით. ელისო კილაძის სასამართლო პროცესი 24 ივლისს საქალაქო სასამართლოში 2 საათზე განახლდება. კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები უნდა გამოიკითხონ პარასკევსაც, რამდენი მოწმე ეყოლება პროკურატურას მოყვანილი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.